მოგესალმებით ძვირფასო YouTube-ის მსმენელებო, დაგიბრუნდით წიგნების განხილვის ახალი ეპიზოდით. დღეს უნდა შემოგთავაზოთ სტივენ კინგის რომანის სახელწოდებით ის განხილვა და დღევანდელი ეპიზოდი იმით არის გამორჩეული, რომ ყავს სტუმარი, ჩემი მეგობარი გიორგი და პირველ რიგში მე მაინტერესებს შენ როგორ გაიცანი კინგი და რომელი წიგნი იყო, რომელიც პირველად წაიკითხე. აჰა, გამარჯობა ნიკოლოზ, მივესალმები შენს მაყურებელს. კარგი, არ ველოდი ახლა პირდაპირ კითხვით თუ გადმოხვიდოდი. მაგრამ რა გაეწყობა. ჩემი პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, ეს იყო შინაური ცხოველების სასაფლაო. და უცნაური ის არის, რომ ძალიან დიდი ნახტომი მქონდა აქამდე. საერთოდ ჩემი პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო ტომ სოიერის თავგადასავალი. ეს იყო 2014 წელს. მაგის მერე წავიკითხე ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და მაგის მერე საერთოდ არაფერია წამიკითხავს, საერთოდ. დაახლოებით 5 წელი. და ამხელა ნახტომი მქონდა, რომ ტომ სოიერის თავგადასავალიდან პირდაპირ გადავხდი საშინელებათა ჟანრზე. სხვათა შორის ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი მე არ მაქვს წაკითხული. ჰეკლბერი ფინის ბერჯერ ვცადე, მაგრამ აი ვერ არაშუა ნაწილიდან წვეთდი ყოველთვის კითხვას რა. არც ერთი არ მაქვს საბოლოოდ წაკითხული. სხვათა შორის მის წიგნს არის ქართულად გადათარგმნილი. ტომ სოიერის დეტექტივი ქვია მგონი. ой, кайგარ გამიგია პირველად მისმის. გადავიდეთ უშუალოდ სტივენ კინგზე და მის რომანზე. წიგნი, რომელიც გამოიცა 1986 წელს, რამდენიმე წელიწადი წერდა, იმიტომ რომ იგი გახლავთ უზარმაზარი მოცულობის. თუმცა საკმაოდ სწრაფად იკითხება. თუმცა ვიტყოდი, რომ რაღაც მომენტები არის საკმაოდ გაწელილი. და ჩემი აზრით თავისუფლად შეიძლება 100-150 გვერდი ისე ამოიღო, რომ წიგნმა არაფერი არ დაკარგოს. ნუ წიგნს ყავს 7 მთავარი პერსონაჟი. ერთ-ერთი მათგანი ახლავთ ბილი, ენაბლუ ბილი, რომელიც როცა გაიზრდება გახდება მწერალი და არის სამ შვიდეულის ლიდერი. არის აგრეთვე მეორე პერსონაჟი სუქანი ბენი, რომელსაც მოსწონს სამ შვიდეულის ერთ-ერთი წევრი გოგონა სახელად ბევერლი, რომელსაც ყავს არც ისე კარგი მამა, მოძალადე და როდესაც გაიზრდება მამის გავს კაცს გაყვება ცოლად. არის ასევე ამ შვიდეულში ხუმარა რიჩი, სათვალიანი ბიჭი, რომელიც გაიზრდება და შემდგომში გახდება იუმორისტი. არის ედი, ყველაზე პატარა მოციქული ბიჭუნა, არის დედის გავლენის ქვეშ, დედა ასმევს მას ბევრ წამალს, ჭირს ასთმა, უჰაერობა, ყოველ შემთხვევაში მას ასე გონია და რაც თურმე რეალობა საერთოდ არ შეესაბამება, უბრალოდ საკუთარ თავს აჟირებს, რომ ავად არის. არის აგრეთვე პერსონაჟი მაიკლი, ფერმერი და შავკანიანი და ამის გამოც მას ხშირად შაკრავენ კაის ფერის გამო და არის მეშვიდე პერსონაჟი სახელად სტელნი, რაღაც კოხტა დავარცხლი ბიჭუნა, რომელიც არის ებრაელი. და ნუ ეს შვიდეული დაუმეგობრდება მოკლედ ერთმანეთს და სადღაც ქალაქის მახლობლად, ქალაქი არის დერი, სტივენ კინგის მიერ გამოგონილი. ქალაქის მახლობლად ტყეში რაღაც დაჭაობებულ ადგილას აწყობენ შტაბს და იქ თამაშობენ რაღაც წყალში, დამბას აგებენ და ასე შემდეგ. შენ რამე სხვა დამატებდი ამ პერსონაჟებზე და რომელია შენი საყვარელი პერსონაჟი აქედან? უნდა დავფიქრდი ახლა რომელი არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი. არ ვიყავდა საყვარელი პერსონაჟი, ის ყველა რაცნაირად გამორჩეული იყო და თითქოს ავსებდნენ ერთმანეთს. მაგრამ ალბათ ვიტყოდი ალბათ ბენი იყო ჩემი საყვარელი პერსონაჟი. ან შეიძლება ედიც. ამ ორიდან ერთ-ერთი. ხო, ჩემთვის ბენი და რა ხუმარა რიჩი ყველაზე მეტად მომწონს რა. აი რომ გაიზრდებიან, მე მგონი ის ბენი იკლებს წონაში. კი, იკლებს და მე ვფორსდები რაღაც მარათონში ციხებს მონაწილეობა სირბილში და პირველ ადგილზეც გადის. და მის მწვრთნელს უმტკიცებს, რომ ხო, კი. რაღაცა ისა შენ თუ დაიკლებ, მე წავალო მგონი მწვრთნელობიდან, რომ ის გაციეუბნება და ისა პირველ ადგილზე თუ ახვალო და მართლა პირველ ადგილზე გავა და მოუწევს თავის პროფესიას გამოიმშვიდობოს ის კაცი. და სხვათა შორის ედის ყავს მგონი ისეთი ცოლი. დედის გავს. აი, დედა მის გავს. კი. წონითაც, რა ვიცი, ზრუნვითაც ძალიან გავს და რა უფრთხილდება მოკლედ ედის.
ესაც სხვადასხვა ფილმებიც არის გადაღებული. ერთი არის 1990 წელს გამოსული, ნამდვილი კლასიკა არის და მეორე ორ ნაწილად გამოვიდა რამდენიმე წლის წინ. გაქვს ესენი ნანახი შენ? სხვათა შორის არა, არც 2017 წლის არ მაქვს ნანახი, არც 1990 წლის და ერთი უცნაურობა რაც შევნიშნე არის ის, რომ როცა ეს Pennywise ჩნდება, ეს არის 27 წლიანი ციკლი. და მე მგონი პირველი ფილმის გადაღებიდან მეორე ფილმის გადაღებამდე არის ზუსტად 27 წელი. 90-ი 2017, 27 წელი გამოდის. რამდენჯერმე ვეცადე, მაგრამ არ დამიწყია ყურება. 90 წლის მე უფრო მეტად მომწონს, იმიტომ რომ რაღაც კლასიკაა და რაღაც ძველი ფილმი რომ უკეთესია ჩემთვის და ახლებიდან ხოლმე პირველი ნაწილი ვნახე რა. მეორე აღარ მინახავს და არც მაქვს ხა დიდად სურვილი სიმართლე რომ ითქვას. ხო, იმას ახსენე 27 წლიანი ციკლი ახსენე და მოდი ჯერ ვთქვათ თვითონ ეს Pennywise ვინ არის რა. ბევრს გონია რომ კლოუნი არის, არა და ის რაღაც სხვა არსებაა, რომელიც ყველაზე ხშირად კლოუნის სახეს იღებს. ერთ მომენტში, მოკლედ ტყეში ეს ჩვენი შვიდეული ეს ბავშვები გადაწყვეტენ რაღაც ორ მომუთხარონ, შტაბი მოაწყონ და როგორც ინდიელები იქცეოდნენ, რაღაც კვამლი ცეცხლი დაანთონ და ეს კვამლი შეისუნთქონ და ინდიელები რომ ამ კვამლს ისუნთქავდნენ, მე რაღაც ფილმებს ნახულობდნენ რა, რაც ლოგიკური არის ეს და ესენს იგივეს გაკეთებას აპირებენ და ბოლოს ამ ორმოში ორი პერსონაჟი გადარჩება, რომლებიც მართლა აღარ მახსოვს, დანარჩენები ვერ გაუძლებენ მოკლედ ამ სუნს და კვამლს და ზემოთავვლენ ჰაერზე. და ისინი მათ ეწუათ ხილვა და გადაავლენ ისინი სადღაც მილიონობით წლის უკან, როდესაც დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრები დააპოტებდნენ და ტროპიკული ტყეები იყო გარშემო და ნახავენ რაღაციდან მოემართება დედამიწისკენ რაღაც კომეტის გავსი რა, ცეცხლოვანი ბურთი და ეცემა და ანადგურებს გარშემო ყველაფერს ხანძარი ამ შემდეგ და ხვდებიან რომ ეს არის რაღაც უცხო ცივილიზაციიდან მოსული არსება, რომელმაც მიწაში დაიდო ბუდე და მილიონობით წელიწადი ელოდა, როდის გაჩნდებოდა დედამიწაზე ადამიანი და დაიწყებდა მათ გატაცებას და ხოცოს და ასე შემდეგ. და სწორედ ეს არსება გახლავთ ის, რომელიც ყველაზე ხშირად იღებს კლოუნის სახეს. ძირითადად იმ სახეებს იღებს, ისიც ადამიანებს ეშინია, მაგალითად მაქსია, მუმია და ასე შემდეგ, ვამპირი და ასე შემდეგ. კი, აი მაგ მომენტმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და მაგ მომენტში გავაცნობიერე, რომ არც ადამიანი იყო Pennywise და არც რამე მონსტრი, ანუ კი მონსტრი არის, მაგრამ მონსტრზე უფრო დიდი არის. და იმიტომ რომ ადამიანის გაჩენამდე იყო აქ, ანუ თითქოს მარადიული ბოროტება არის, მაგრამ მე თითქოს რაღაცნაირად გამიცრუდა იმედები. იმიტომ რომ ძალიან თითქოს ფანტასტიკის სფეროში გადავეშვით თავით. არა, წიგნი ისეც ფანტასტიკა არის. უბრალოდ ეს ჩავთვალოთ არის უცხო პლანეტელი რა, სადღაც კოსმოსიდან არის მოსული, რომელიც უკვე კანალიზაციაში დაიდო მოკლედ ბინა რა, როდესაც ადამიანმა ააშენეს და იქ ყოველ წელიწადს რამდენიმე ბავშვი ან კანალიზაციის ხელოსანი ყოველთვის იკარგება და მათ კვალს ვეღარასდროს პაულობენ. და ხო ის ვთქვათ, რომ ეს პერსონაჟები არიან 11 წლისები. 1958 წელს მიმდინარეობს თხრობა და შემდეგ როცა 27 წლის შემდეგ უკვე ხდება მოქმედება 1995 წელს და არიან უკვე 38 წლისები. ანუ ორი სიუჟეტი მიმდინარეობს ერთმანეთის პარალელურად. და ამ პერსონაჟებში გამორჩეული არის მე გამოყოფდი მაიკლს, შავკანიანი ბიჭუნას, იმიტომ რომ ის ერთადერთი იქნება, რომელიც არ დატოვებს სამშობლიურ ქალაქს დერის და გადაწყვეტს ამ Pennywise-ზე ინფორმაცია მოიძიოს და აღმოაჩენს, რომ თურმე წარსულში ყოველ 27 წელიწადში ერთხელ რაღაც დიდი უბედურება ხდება. ბავშვები იკარგებიან, რაღაც მნიშვნელოვანი პუნქტები ნადგურდება, ცეცხლი უჩნდება ასე შემდეგ. და უძველეს საუკუნეების წინანდ რაღაც ჩანახატებს და ფოტოებს ნახულობს და იქაც ხედავს, რომ თურმე ეს კლოუნი არის გამოსახული რა. ეს დიდი ხანი უკვე საუკუნეებია, რაც ამ ქალაქის ქვემოთ ცხოვრობს. კი, ეგ მაიკლი მგონი ბიბლიოთეკარი არის თუ ახსენე. ბიბლიოთეკარი გახდება შემდგომში. ამიტომ ახსავს სტომა არქივზე რა. მე ხო ორი სიუჟეტი აქვს წიგნის და მე პირველი სიუჟეტი უფრო კი, მეც ბავშვობის პერიოდი კარგი არის ბევრად.
და სხვადასხვა არ ვიცი თუ იცოდი, მაგრამ აი რუსეთში აკრძალეს მე როგორც ვიცი საწყის თავები. აი პედოფილიის ელემენტებს შეიცავს. არა, პედოფილია კი არის ორი ცისფერი ტიპი იყო და საწყის იმაში და ერთ-ერთ კლეს პენივაიზი კლავს რა პირველი თავში ხდება თუ არ ვცდები ეს და ეგ ამოიღეს. ხო, მაგნიზეზი. ანუ ეგ პერსონაჟები, თავი პერსონაჟები რაც არიან და ეგ რო ამოიღო, წიგ დიდი არაფერი აკლდება, მაგრამ ნუ გასაგებია რუსეთში რატომაც ამოიღეს. ხო, მაგრამ ნუ დასასრულიც არა აქვს. ხო, დასასრულიც უნდა ვთქვათ შევეხოთ, დეტალებში არ შევოთ, მაგრამ აი ბავშვობის დასასრული აი საშინელება არის რა, საზღვრობა არის პირდაპირ ვიძახი. რა ნებისმიერ სხვა რამე შეიძლება მოიფიქრებინა კინგს, მაგრამ რაღაცა ეს ის მოიგონა რა. რომ ბავშვებს კანონიზაციიდან გაეხწია. არალოგიკური რაღაც. სხვათა შორის როგორც კუჯო და ალბათ სხვა ბევრი წიგნი აი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დაწერა ეს წიგნი თუ არ იცოდი და არის ისე რაღაცეები რაც ვერ ხვდები რა კავშირში არის ბევრი ალოგიკური რაღაცა ხდება მაგალითად თუნდაც ეგ რაც მანდ მოხდა და ასევე მე ვერ ხვდები ის კურა შვაში არის როცა კურა ჩნდება ხოლმე გონი ზუსტად ეგ უნდა მეხსენებინა. ამოვარდლილია საერთოდ რა კურის კუ რაღაც კუ არის თითქოს რაღაც სიბრძნის რაღაც ეტალონი თუ რაღაც არ ვიცი რა მაგალითად ვერ ხვდები. კინგს ყოველ შემთხვევაში დასრულები ძალიან უჭირს რა. მთელი წიგნის განმავლობაში ეს ბავშვები ვიძიან უკდან პერსონაჟს და ბოლოს რაღაც სულერული რაღაცა მიზეზით ამარცხებენ მას და რაც ლოგიკაში საერთოდ არ ჭირდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. სხვათა შორის ეგეთი რაღაც უნდა გაგიმხილო, რომ დასრულებული არ მაქვს წიგნი ბოლო 50 გვერდი. ამიტომ თითქოს ან დილეტანტი ვარ ახლა. დიდი არაფერი დაგიკარგო სიბათლე რო გითხრა. საწყის თავი ბევრად უკეთესი არის რა. ის ბავშვური თამაშები და ასე შემდეგ. მაგრამ სხვათა შორის დაახლოებით თითქმის ერთ კვირაში დავამთავრე მთელი წიგნი, იმდენად საინტერესო იყო და იმდენად კარგი წაკითხა. მე 10 დღე დამჭირდა პირველ ჯერზე რა. ისე მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა. იმდენი ხანი ველოდებოდი სანამ ითარგმნებოდა, რომ ნაღმოაჩინე რაღაც მაღაზიაში ძალიან გამიხარდა რა. წიგს ამ დადებითი პერსონაჟების გარდა ყავს რამდენიმე უარყოფითი პერსონაჟის ერთ-ერთი გახლავთ ჰერნი ბაუერს და მისი მეგობრები ერთ-ერთი სახელია თუ არსები ბოყინა ჰაგინზი და დანარჩენების არ მახსოვს. და ეს ტიპები ყოველთვის ჩაგრავენ ამ შვიდეულს რა. ოღონდ მის შემთხვევაში თუ კი რომელიმე ადგას მარტო მოიხელთებენ, თორე ეს შვიდეულს გაუმკლავდეს 3-4 ტიპი ცოტა რთული არის. შენ რავი რა გახსოვს ამ პერსონაჟზე ჰენრიზე მაგალითად? ჰენრიზე სიმართლე გითხრათ დიდად არაფერი არ მახსოვს, უბრალოდ ის მახსოვს რომ ერთი უბრალოდ ბულერი ტიპი არის და აი წიგნი იმდენად არის გამორჩეული პერსონაჟებით, რომ ეს პენივაიზი რომ მოიღო, ანუ თითქოს არაფერი არ ხდება წიგნში, იმიტომ რომ მან ანტაგონისტები და ძალიან საინტერესო არის. სასწავლო შორის სცენარი შემდეგში საგიჟეთში ხდება. და აი პენივაიზი რო ხელახლა იღვიძებს, გამოეცხადება და რაღაც საგიჟეთთან ასე ვთქვათ გაანთავისუფლებს. და დაავალებს რომ ეს გაზრდილი ბავშვები თავისი ძველი თანაკლასელები დაახოცოს რა. ანუ პენივაიზი ცდილობს რომ სხვები გაქციოს თავის მარიონეტებად და იმა დაახოცინოს ესენი და მერე მათი ხორცი შეჭამოს რა. ეს კი, აი თან ბავშვობაში ძალიან ცუდ რაღაცა საკეთებინებს პენივაიზი. კი. სპოილერი გამოვა ახლა, მაგრამ საკუთარ მამას კლავს პენივაიზის გამო. ეგ სიმართლე გითხრა ეგ სცენა ან ფილმიდან მახსოვს ახალი ფილმიდან. აი წიგში იყო თუ არა ეგ მართლა აღარ მახსოვს. ანუ წიგშიც არის ხო? მამამის რო კლავს. კი, მე წიგნიდან მახსოვს ეგ. ხო, მე ფილმიდან მახსოვს ახალი ფილმიდან ეგ სცენა და ეგ წიგშიც ყოფილა ეგ სცენა. თუ უზარმაზარი რომანი არის, მაგრამ კიდე ერთხელ ვიზახი რომ აი აღარ მართლა არის რაღაც ბევრი მომენტი რომელიც აი რო ამოიღო წიგს არაფერი დააკლდება რა. ძალიან უაზროთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გაწელილი და მეორე და მესამე თუ წაიგითხავთ, თავისთავად შეგიძლიათ მაგ მონაკვეთებს გადაახდეთ რა და დიდ დრო არ დაკარგოთ. კი, დავითანხმები, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი არის და კარგ პერიოდს მახსენებს ეგ. და მართლა ერთი ამას უნდა იკითხება, რაც არ უნდა იყოს.
კი, თან მე წიგნი დავასრულე. იმდენად კარგი მოგონებები დამიტოვა, რომ აი პერიოდულად ავიღებდი ხოლმე წიგნს გადავშლი ნებისმიერ თავზე და ვკითხულობდი რა, რაღაც კონკრეტულ მონაკვეთებს, რა იმდენად მომეწონდა. და მეორე მხრივ სხვადასხვა უფრო საშიშ რომანს ველოდი რა, იმიტომ რომ კინგს აქვს ნათქვამი, რომ ეს ის იმდენად საშიში პერსონაჟი არის, რომ მე ამას მეორეჯერ აღარ მიუბრუნდებიო და რა ვიცი, მე პირადად არ შემშინებია. შეიძლება იმიტომ რომ ეს 90 წლის ფილმი ქონა ნახი, მაგრამ რა ვიცი. მე უფრო ჩემი აზრით უფრო რაღაც სათავგადასავლო, რაღაც საბავშვო რომანი უფრო არის, ვიდრე საშინელებათა რაღაც ჰორორი. შეგეშინდა რომ კითხულავდი, რამე რა ემოცი დაგიდოვა. რა, საერთოდ როგორც წესი კინგის რომანების დროს შიშის არ გძნობ. მაგრამ ყველაზე მეტად შემეშინდა მიზერის კითხვის დროს ფინალურ სცენაზე. აი იყო ერთადერთი მომენტი, როცა კინგის წიგნის დროს კითხვის დროს შიში ვიგზავნა რეალურად აი მიზერის დასასრულისკენ. თან მიზერი ის არის რა, ფანტასტიკა არაფერს შეიცავს და ნამდვილი რომ არის უფრო დაძაბული კითხულობ ადამიანი. იმიტომ რომ ეგეთი რაღაც შეიძლება მართლა მოხდეს და შეიძლება მომხდარა კიდევაც. როგორც ვიცი, რიჩარდ ბახმანის სახელით გამოაქვეყნა ეგ მიზერი. მიზერი არას, მიზერი გამოუქვეყნა. და სხვადასხვა რიჩარდ ბახმანი არის კინგის ფსევდონიმი და რამდენიმე რომანი აქვს გამოქვეყნებული და ჯერჯერობით არც ერთი არ არის სამწუხაროდ ქართულ ენაზე. თუ არ ვწდები ერთი არის, მაგრამ გამომცემლობები ჯერ არ აპირებენ მის გამოცემა სამწუხაროდ. არადა საინტერესო იქნებოდა ამ ფსევდონიმით როგორ წერდა. თავის სტილი თუ რამე ახლებურად. მე როგორც ვიცი, ბევრად უფრო რეალისტურ სტილში წერდა რიჩარდ ბახმანის სახელით. ფანტასტიკა მგონი არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კინგმა ახსენა, რომ მე ამ წიგნს არასდროს არ დავუბრუნდები, იმიტომ რომ ეს კლოუნი ესპანურაზე ჩემთვის ძალიან საშიში არისო, მან თავის 201 წლის რომანში სიზმარჭერში ეს პერსონაჟი გაკვეთ ახსენა. წაკითხული აქვს ეს სიზმარჭერი? სხვათა შორის არ მაქვს წაკითხული. და ყველა ამბობს რომ ძალიან ცუდი წიგნი არის, ვარა და სიუჟეტს რო გადავხედე, თითქოს არ არის ეგრე და უსამართლო ჩაგრავენ მაგ წიგნს. კი, ძალიან დაუფასებელი რომანი არის. თან კინგმა ძიმე პერიოდში დაწერა რა, მანამდე 2 წლით ადრე ავარიაში მოყვა რა, მანქანა დაეჯახა და თავის ეს ატკივილები ამ წიგნში გადმოსცა და რა ვიცი, ამ წიგნში სხვადასხვა თავი პერსონაჟები არიან ქალაქი დერიდან. და ერთ მომენტში ერთ-ერთი თავი პერსონაჟი ჯოუნსი, როდესაც ამ ქალაქში გაივლის, იქ არის რაღაცა ქვის წარწერა რა და ამ წარწერაზე თოლს რო გადახვეც, ისი რა წერია? ჩამოთვლილი არის ამ 7 პერსონაჟის სახელი და გვარი და ქვემოთ არის მიწერილი, რომ პენივაიზი არ მომკვდარაო. ანუ ჩვენ როგორი 85-ში დაამარცხეს, თურმე თლაც ეგრეც არ ყოფილა და ჯერ ისე ცოცხალი არის. უბრალოდ 85-დან 200 წლამდე, ჯერ 27 წელიწადი არ იყო მომენტში გასული და ეძინა ალბათ ისე. ასე რომ საინტერესო ფაქტი არის ჩემი აზრით, რომელსაც ბევრი არ ახსენებს ხოლმე. სხვადასხვა ფილმის ნაწილი მაქვს ნანახი სიზმართმჭერის და არანაირად არ უნდა იყოს ცუდი წიგნი, მით უმეტეს წიგნი, რომელიც კინგმა დაწერა. კი, ეს ატმოსფერო, რაღაც თოვლი, 4 მეგობარი, რაღაც ქოხი და აი რაღაც საოცარი ატმოსფერო არის და ძალიან 4-ჯერ მაქვს წაკითხული. კინგის ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მაგდერე წავიკითხე. ბოლოს კი ცოტა გადაწერილია, მაგრამ მაინც კარგია. თითქოს რაღაცნაირი კვეთა უნდა იყოს ნათებასთან. არა, ნათება საერთოდ სხვა შტატში ხდება მოქმედება იქ რაღაც. და ეს არა მე უგულისხმობ ატმოსფეროს და არა, ატმოსფერო ნათებაა ჩაკეტილი სივრცე სასტუმროში ხდება მოქმედება და ეს ღია სივრცეში ტყე, თოვლი, რაღაც უცხო პლანეტელები და მთელი ამბები, სამხედროები, კარანტინი და ანუ ერთი ამბები ხდება რა. ახლა გავსება ნამდვილად არ არის. ისე კინგის კიდე რომელ წიგნი მივხვდა წაკითხული და რომელიც ფიქრობ რომ განხილვა ღირს. აი, თუ გინდა ჩამოვთვლი. კი ბატონო, ჩამოვთვლი. და ჩემი ბურად განვიხილა, ოღონდ მოკლედ. იმიტომ რომ დრო არ გვაძლევს საშუალებას. ხო, არა, სადროს რო განვიხილოთ რა, რომელიც განხილვა ღირს რა, უფრო ვრცლად. კი, შინაური ცხოვრების სასაფლაო, რომელიც ძალიან მომეწონა. კი, ეს მისი ნათება, რომელიც შინაური ცხოვრების სასაფლაოსთან შედარებით ნაკლებად მომეწონა. მოლოდინი მქონდა დიდი. ცუდი წიგნი არ არის ნათება, მაგრამ ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, ძალიან დიდი მოლოდინი და სადაც ვერ გაამართლა ჩემი აზრით. შემდეგი არის მიზერი, რომელიც ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ კინგის ერთ-ერთი წიგნი არის, რომელშიც ფანტასტიკა არ არის გამოყენებული. და ძალიან ვაფასებ მაგას. შემდეგი არის კუჯო. რომელზეც
რომელზეც აი იგივეს ვიტყოდი, რაც მიზერზეზე ვთქვი. და ძალიან საინტერესო წიგნი არის კუჭო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი არის გუმბათის ქვეშ. აი საოცარი წიგნი არის. ჩემი აზრით ეს არის სტივენ კინგის შემოქმედების პიკი გუმბათის ქვეშ. კი ბოლოს დასასრული ცოტა უაზრო არის და ვერ მივხვდი რა ხდებოდა იქ და ნუ უფრო კარგ დასასრულს ველოდი, სადაც აიხსნებოდა ბევრი რამე, მაგრამ მაინც საოცარი წიგნი არის გუმბათის ქვეშ. ასევე ბნელი კოშკი, რომელიც სტივენ კინგის ხატით წავიკითხე, ისე ჩემი აზრით ძალიან უაზრობა არის. რომელი ნაწილი? სროლელი, ხო, პირველი. მეორე ნაწილი. მეორე ნაწილის მესამე ნაწილი, მეოთხე ნაწილი ჯადოქარი და პროზა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. ყველაზე ნაკლები. და შენს ემაგაზრზე ხარ მგონი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი არის, კი არა, ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი არის. და კარლას მგლები, რომელიც არ მაქვს წაკითხული. ბოლომდე ვერ მივიყვანე. ბნელი კოშკი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფენტეზი არის, რაც კი წამიგითხავს რა. ზოგიერთი ნაწილი ძალიან გაწელილია. კიდე გაქვს რამე წაკითხული? მობილური, რომელიც სასტიკად არ მომეწონა. მეც მაგაზზე ვარ. ვერც გავიგე საერთოდ რა ხდებოდა. ბოლოსკენ ცოტა კარგი იყო რა და ემოციური დასასრული ჰქონდა, მაგრამ ისე ძალიან სულ წიგნია. ერთადერთი იმ ვიღაცის გოგო რომ მოხდა მაგის სიკვდილი მეწყინა. მან ძალიან რეალური იყო. კიდე მისტერ მერსედესი დეტექტივი. ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი და სხვათა შორის სერიალი არის გადაღებული. კი, რამდენიმე სერია ვნახე და აღარ გამიგრძელებია. კიდე არ მახსენდება მაგ რაღაცები. Salem Slotty. კი, Salem Slotty. ძალიან კარგი მომეწონა იქ. უბრალოდ არ დამისრულებია. ბოლო 50 გვერდი აღარ წავიკითხე. აუცილებლად დაასრულე. და ბოლოს ვკითხულობდი ზღაპარს, მაგრამ არ დამცალდა ზღაპრის წაკითხვა. აი დღემდე წავიკითხე. ზღაპარი დღემდე არ შემიძლია ისეთი ფასი ადევს, რომ რავი, აქციას უნდა დაველოდო, რომ ეს მე და ისე ვიყიდო რა. და სხვათა შორის ჩვენ ვახსენეთ, რომ კინგს აქვს ძალიან ცუდი და უაზრო დასრულები რა წიგნების და მე პირადად კინგს დასრულების გულით არ კითხულობ რა. ჩემთვის თავარია დასრულამდე რა წერია და ეს რაღაც სიამოვნება მიიღო მისი წიგნების კითხვისა. ეს დეტექტივი არ არის, რომ რაღაც გასაოცარ დასრულს ველოდოთ და ასე შემდეგ, ასე რომ კი, აქვს კინგს ეს მინუსი, მაგრამ ჩვენ კინგს დასასრულების და ფინალების გამო არ კითხულობთ. ნუ კი, დავითანხმები, აი თვითონ კითხვის პროცესში უნდა მიიღოს სიამოვნება. კი, ბატონო. აუცი სხვა თუ დასრულე. სხვათა შორის ჩემი აზრით გუმბათის ქვეშ იმსახურებს განხილვას. ხო, თუ მოდნო გადავიკითხო კიდე ერთხელ, თუ დიღრინს წავიკითხე და ბევრი არაფერი მახსოვს. და სხვათა შორის სანამ კინგის არსებობას გავიგებდი, მანამდე ამ წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალი მქონდა ნახი და მე ეგ აღმოაჩინე, რომ თურმე ვიღაც საშინელებათა მეფე არსებობს, რომელსაც ამ სახელის ასეთი გუმბათის ქვეშ ქვია დაწერილი აქვს მოკლედ ესეთი წიგნი. სხვათა შორის მან თამაშობს მსახიობის სახელი არ მახსოვს. მძიმე დანაშაულში ჰენკი პერსონაჟი რო არის. მანდას პოლიციელია. ისა დიდი ჯიმი მგონი, ხო, მელოდი კაცი. ხო, ეგ იქნება. ქალაქის მერი არის. ხო, ქალაქის მერია მგონი დიდი ჯიმი. საინტერესო პერსონაჟია ნამდვილად. კაი, რავი, სხვა თუ არაფერი გაქვს სათქმე და შეგვიძლია დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო და რავი, სმენელს მიმართაო, ახლები ვინც არიან, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალ ჩემ არხს მიდევს სტივენ კინგის ორი რომანის განხილვა, ერთი ახლა შინაური ცხოველის სასაფლაო და მიზერი და შემდეგ ეპიზოდში ვაპირებ განვიხილო ჯეკ ლონდონის მარტინ იტენი და თუ ჩემი მეგობარი დავიფთანხმე, იგი მეყოლება ამ განხილვაში სტუმრად. დაგემშვიდობებით, გამოიწვიეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, კარგად ბრძანებოდეთ.